თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკვარი ჰესის საქმეზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს. ბრალდების მხარის თქმით, ბაჩიაშვილმა პროექტის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება გამოიჩინა, რამაც შედეგად პროექტის ვადები და ხარჯი გაზარდა. დაცვის მხარე საქმეში ბაჩიაშვილის დანაშაულს ვერ ხედავს და ამბობს, რომ პროექტი დროში კონკრეტული მიზეზების გამო გაიწელა და ერთ-ერთი მიზეზი პანდემია იყო. სხდომას ესწრებოდა თავად გიორგი ბაჩიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გაუგებარია რას ედავებიან მას და რაში გამოიხატა მისი ბრალეულობა. სახელმწიფო ბრალდების თქმით, გიორგი ბაჩიაშვილის არაჯეროვნად შესრულებული საქმიანობის გამო ფონდმა 100 მილიონი დოლარის ზიანი გაინცადა. ბაჩიაშვილს ბრალად სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულება ედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ობიექტური გარემოებები ძირითადი რაც იყო, ეს არის ამ გვირაბის ეგრეთ წოდებული საბურღი მანქანის გაჭედვა, რაც დადასტურებულია ცხადია ასევე პრეიუდიცია ეს კოვიდის არსებობის ფაქტი, რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს. ძირითადად ეს მოწმეები არიან ამ ფონდის თანამშრომლები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ ისინი ახორციელებდნენ ყველაფერს სწორი მენეჯმენტისათვის და შესაბამისად არანაირი გულგრილობა არათუ გიორგის მხრიდან, არც ერთი მათგანის მხრიდან არ ყოფილა. ბაჩიაშვილს ვადაობით გულგრილობას, არაჯეროვნად პედაგოგების შესრულებას. აბსოლუტურად ყველა მმართველობითი რგოლის წარმომადგენლებიც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხა გარკვეული ინფორმაცია მისცეს, მათ შორის იმ ნაწილშიც, რომ ესეთი მმართველობითი ორგანოები ხშირ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, ფიქტიური ხასიათის იყო და სინამდვილეში არა მხოლოდ ფაქტობრივ დონეზე, არამედ სამართლებრივადაც უკავშირდებოდა გიორგი ბაჩიაშვილს, იმიტომ რომ ის იყო გენერალური დირექტორი.